არ შემიძლია არ დავიწყო ქალბატონი ელისო ჩიტო კილაძის კილაძის ხო კილაძის ესე ვთქვათ დაკავებით ეს არ ვიცი ცილისწამების დედოფალი შეიძლება ალბათ დავარქვათ ამ ადამიანს და არა მარტო საქართველოში ალბათ სოფლიო დონესაც ქაჩავს რა რა ვიცი რაც ამ ადამიანს ცილი აქვს დაწამებული ხალხისთვის და აი თავისი ჩიტით რა ხო და არ ვიცი რომ ახსენდება ხოლმე ჯერ მარტო ჩვენ ოჯახს რამდენი რამე დაწამა თავის დროზე მე კიდე ბავშვს უყვართ ვისაც კი გაკარებია მოკლედ ყველასთან რაღაცნაირად სულ სახელი და გვარი ტივტივდებოდა და ეს და სულ ყველა ეუბნებოდა რომ ცილის წამებელია მაბრალებს არა ანუ თავისას არ იშლიდა ხოლმე და ну მე შემოუბრუნდა რა ეს ყველაფერი შემოუბრუნდა ბუმერანგის პრინციპით რაც ვიცით ჩვენ და ერთი პატარა ვიდეო მინდა განახოთ ძალიან მაგარი ვიდეო ეგრევე გამახსენდა ხოლმე რა გამახსენდა ეს რომ ეს ამბავი რომ მოხდა რა ვერისუბნის მელოდიებიდან პატარა ამბავი გამახსენდა და ესეც მინდა რომ განახოთ რა ეს ვიდეოს და ერთ-ერთი რა თუ შეიძლება ჩავართოთ ეს ვიდეო რა Vai. რის კურკი რა კურკი უბრალოდ ხომ ხედავთ აი ამ ჯღანების მეტი არაფერი არ არის ვაი პრინცეს ჩიტია გულნარა ჩიტია გულნარა დავალული რო ყავს შიგნით ჩიტი გულნარა ეგ ამბავია რა მაგარია რა ელისო ნუ მოკლედ არის ჩიტო კილაძე რა აი ყველაფერი როგორი მაღალია ღმერთი და როგორი სამართლიანი რა რომ მოკლედ აი არავის არაფერი არ შერჩება რაც აქ გაკეთებული რა და ზუსტად აი ამ პროცესების მონაწილეები ხდებით ხა ჩვენ უყურებთ ხო იქაც რაც მოხდა აი ბაჩიაშვილის შემთხვევაში ნუ აი არ ვიცი ყველა როგორ დადუმდა თავის გერმანიის ელჩიანად და ხმას როგორ არავინ არ იღებს და უტიფრობის ზენიტია რა მოკლედ არ ვიცი რა შეიძლება ეხა ადამიანებმა რაღაცეები მე იმიტომაც არ უყურებ საერთოდ კომენტარებს არ უყურებ ხოლმე რა და შეიძლება ისეთი რაღაცეები გააკეთო და და ხო იცით როგორ შეურაცხყოფებს გააკეთო და უცბად ქუჩაში შეიძლება შეგხვდეს და ისე გადაგეხვიოს და ჩაგეხუტოს ნუ არანაირი ის არა აქვს რა ანუ რაღაცნაირად მორალური შეგრძნებების ნაკლებობაა ძალიან და ეგ ამბავი რა აი თითქოს წვიმა რომ მოდის რა რომ გაფურთხებენ და რო იძახი რომ რა წვიმა მოდისო ეგ სიტუაცია რა